ქართული მრავალხმიანობა ჰააგაში და ანსამბლ ფაზისის ტრიუმფის საერთაშორისო სასამართლოს ღონისძიებაზე. 50 წელზე მეტია ფაზისი ფოლკლორის სამსახურშია და დაუღალავი შრომით იცავს ქართული სიმღერის ტრადიციებს. გუნდის შექმნა საფუძველი 1974 წელს ჩაეყარა და უკვე 5 ათეული წელია სხვადასხვა თაობის ადამიანებს აერთიანებს. ფაზისი ახლა მორიგი სოლო კონცერტისთვის ემზადება, რომლის რეპეტიციებსაც პირველი არხის გადამღები ჯგუფი დაესწრო. თია აფსარიძე და გოგა გახარია დეტალებით. ფოლკლორული ანსამბლი ფაზისი მორიგი რეპეტიციისთვის ემზადება. 14 წევრისგან შემდგარ მომღერალთა გუნდში სხვადასხვა თაობის ადამიანები ირიცხებიან. 52 წლის წინ შექმნილ ანსამბლს ხანგრძლივი ისტორია აქვს. დიდი გამარჯვებები საერთაშორისო სცენებზე და მეგობრობა, რომელიც რეპეტიციების მიღმა გრძელდება. აქ გვერდიგვერდ ისინი არიან, ვინც ანსამბლის სათავეებთან 10 წლეულებიად განან და ისინიც, ვინც ჩოხა პირველად სულ რამდენიმე წლის წინ მოირგო. წესები უცვლელია, სისტემატური რეპეტიციები და ურთიერთობები, რომელიც ასაკს არაფრად აგდებს. ანსამბლს საფუძველი ლოტბარმა, ხელოვნების ქორუმმა, ღირსების ორდენის კავალერმა იროდიტი კარაძემ ფოთში 1974 წელს ჩაუყარა. მას შემდეგ ფაზისმა დიდი გზა გაიარა. პირველი საზღვარგარეთ გასტროლი კი 1985 წელს შედგა. მას შემდეგ გრძელდებოდა თაობათა ცვლა. ამ წლების განმავლობაში იყო მრავალფეროვანი რეპერტუარი, უძველესი ფოლკლორული ნიმუშების გაცოცხლება, არაერთი წარმატება, კონკურსი, ფესტივალი, ჯილდო თუ გასტროლები. ასე გრძელდება დღესაც. ანსამბლი ფაზისი მხოლოდ ანსამბლის სახელი არ არის, ეს არის ჩვენთვის ერთი ძალიან დიდი ოჯახი. ჩვენ ვართ პირველ რიგში ერთი ოჯახი, გვიყვარს ერთმანეთი, ვცემთ ერთმანეთს პატივს და ზოგადად ფოლკლორი, ხალხური სიმღერა ისეთი თემატური არის, თუ გვერდში მდგომი ადამიანი არ გიყვარს, მასთან სიმღერა კიდე ვერ გამოგივა, იმიტომ რომ არა მხოლოდ სიმღერა არის, ჩვენ დაკავშირებული ვართ ყოველდღიურ ცხოვრებასთან ერთად მოვდივართ ჩვენ. ეს არის ჩვენი ძალიან დიდი ოჯახი, ისტორიული ანსამბლი არის ანსამბლი ფაზისი, ქალაქ ფოთისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არის და ჩვენ პირველ რიგში გვიხარია ის, რომ ვახარებთ ჩვენს თანაქალაქელ ფოთელებს. ქვეყანას, ქალაქს, ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანების გუნდია ანსამბლი ფაზისი, რომელსაც ძალიან უყვარს რა თქმა უნდა ქართული ფოლკლორი და ეს სიმღერით ეფერება არა მხოლოდ ანსამბლის წევრებს და ერთმანეთს, არამედ ქალაქს, არამედ ქვეყანას და ყველას. ჩვენი მთავარი მისია და მიზანი ის არის, რომ ჩვენ ქართული ფოლკლორი შევისწავლოთ კიდევ უფრო კარგად. ჩვენ კარგად შევისწავლოთ, გადავცეთ მომავალ თაობას. ჩვენ ხალხს, ქართველებს კიდევ მეტი ცოდნა მივცეთ ამ მიმართულებით. This year we have the pleasure of having folk ensemble ფაზისის ბოლოდროინდელი წარმატება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჰააგაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2026 წელს იურიდიული წლის გახსნის ცერემონიაზე პირველად აჟღერდა ქართული სიმღერა. ფოთის მუნიციპალიტეტის ანსამბლმა ფაზისმა საქართველოს სახელით 2 ფოლკლორული შედევრი, ოდოია და ცედური მრავალჟამიერი წარადგინა. პირველად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს არსებობის ისტორიაში სასამართლოს პრეზიდენტის ქალბატონ ტომო გვაგანის ინიციატივით, რომელიც ქართული კულტურის დამფასებელია და ქართველი მოსამართლის გოჩა ლოთქიფანიძის მხარდაჭერით, რომელიც ფოთელია, ანსამბლ ფაზის მიეცა შესაძლებლობა იურიდიული წლის გახსნის ღონისძიებაზე წარადგინა ქართული სასიმღერო ხელოვნება. ანსამბლ ფაზისის შესრულებამ დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია. ეს იყო საოცრება. როდესაც უკვე მობრძადნენ პარლამენტის მოსამართლეები, დაიწყეს სურათის გადაღება, მადლიერების გამოხატვა, ყველას ღიმილის სახე რო ქონდა. აი შემდეგ უკვე იმ ბურუსიდან გავიაზრეთ, იმ ნერვიულობიდან და პასუხისმგებლობიდან, რომ ჩვენ ძალიან დიდი საქმე გავაკეთეთ და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ დავიმსახურეთ ის მოწონება. ძალიან მაგარი ემოციები იყო, რა თქმა უნდა, ამას ვერც მე ვერ დავმალავ, იმიტომ რომ
ქართული სიმღერის მოსმენის შემდეგ აი ამ ადამიანებისგან ვინც ამას ესწრებოდა და ვინც მოისმინა, იმდენად დიდი ემოციები, დადებითი ემოციები წამოვიდა ჩვენი მიმართულებით, რომ ვიგრძენით, რომ საქართველოს კიდევ ერთხელ გაიმარჯვა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ანსამბლი ფაზისი არაოფიციალურ ნაწილში კვლავაც წარს დგა საზოგადოების წინაშე. მოგვიანებით კი ჰააგაში მოღვაწე ქართველმა მოსამართლემ გოჩა ლორთქიფანიძემ სპეციალური მადლობის წერილი გამოუგზავნა ფაზისს, რომელიც მერის პირველმა მოადგილემ გადასცა ანსამბლის წევრებს. დიდი მადლობა რომ მოგვეცა ჩვენ ამის შესაძლებლობა. მე დღეს მოვედი ფოლკლორის ცენტრში, რათა ანსამბლის წევრებისათვის გადამეცა ქართული მოსამართლის ბატონი გოჩა ლორთქიფანიძის წერილი, რომელიც საერთაშორისო სისხლის სასამართლოს სახელით მადლობას უხდის ანსამბლ ფაზისის წევრებს იურიდიული წლის გახსნის ღონისძიებაზე შთამბეჭდავი და შესანიშნავი შესრულებისათვის. უკვე მრავალი წელია ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის ფაზის ქალაქის ცენტრში რუსთაველის რკალზე საკუთარი ვარსკვლავი აქვს გახსნილი. ეს ხანგრძლივი ღვაწლის სიმბოლოა, რომელსაც მომღერლები განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებენ და უფრთხილდებიან. ეს იყო დიდი სიხარული, დიდი დამსახურება ანსამბლის წინათაობის განსაკუთრებით და მადლობა ყველას, ვინც ეს პატივი დადო ჩვენს ანსამბლს და ვინც სიხარული გაიზიარა ჩვენთან ერთად. ახლა ანსამბლი ფაზისის სოლო კონცერტისთვის ემზადება. რეპეტიციები სისტემატურ რეჟიმში მიმდინარეობს. წინ დიდი გეგმებია. ასე გაგრძელდება ფაზისის ისტორია შრომით, გულწრფელად და დიდი სიყვარულით.